ჩვენი შემდეგი ვიდეო გაკვეთილის თემა გახლავთ როგორ შევინახოთ პრეზენტაცია როგორც შაბლონი. მის შაბლონი ჯერ თეორიულად უნდა ავხსნათ, რას გულისხმობს. შაბლონი გულისხმობს იმას, რომ როდესაც პრეზენტაცია არის გამზადებული და ის არის გახსნილი, მისი შენახვა არ იყოს შესაძლებელი თვითონ ორიგინალ ფაილში. ასე მაგალითად ჩვენ შეგვიძლია გავვნახოთ, რომ კონკრეტულად აი ეს სლაიდი დავაკოპიროთ და Ctrl+N-ით, ანუ ახალში გადავიდეთ და მივცეთ paste-ი. ანუ paste-ის შედეგად ჩვენ ვნახავთ, რომ ეს სლაიდი გადმოგვივიდა აქ ასეთ მშრალად და ჩვეულებრივი დიზაინის გარეშე. ხოლო ქვემოთ კი შეგვიძლია გავაკეთოთ შემდეგი რამ. გთხოვთ შეიყვანოთ, ქართულად დავწეროთ, გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი მონაცემები. თქვენი მონაცემებისათვის გქონდეს დაუშვათ ცხრილი ძალზედ მარტივი, იყოს დაუშვათ 2 სვეტი და 4 სტრიქონი, 5 სტრიქონი. მაგალითად უთხრათ, რომ შეიყვანოს სახელი, ქვემოთ გვარი, თქვენი სასურველი ბრენდი, ანუ ბრენდი, სადაც უნდა რომ იმუშაოს პირობითად, თუმცა PowerPoint-ში არ კეთდება მსგავსი ფორმები, უბრალოდ ტემპლეიტის ახსნისთვის ვაკეთებთ, ასაკი და დავუშვათ სქესი. ეს არის ფორმა, რომელიც უნდა შეავსოს დაუშვათ და ეს ფაილი უნდა გაეგზავნოს ყველას. ამ შემთხვევაში ჩვენ ეს ფაილი უნდა თავიდანვე გქონდეს შენახული როგორც save as-ის დროს პრეზენტაციის template-ი, ანუ PowerPoint template-ი. შენახული იყოს როგორც address მაგალითად mp, ანუ template-ი და მივცეთ save. მოდით ვნახოთ რას ნიშნავს. დავხუროთ ესეც და ვნახოთ რომ გვაქვს ჩვენ template-ის ფაილი. Template-ის ფაილი შევინახეთ სადღაცა სავარაუდოდ template-ებში. იმისთვის რომ ვნახოთ სად არის შენახული template-ები, აუცილებლად უნდა შევიდეთ PowerPoint-ში. შემდეგ აი ვნახოთ სად არის template-ები და custom office template-ი. მარჯვენა ღილაკით შეგვიძლია მივცეთ დაუშვათ ბრძანება open a copy, ანუ გაიხსნას როგორც ასლი, კვლავ მივცეთ ბრძანება save as-ი და უკვე შევინახოთ ჩვეულებრივ ის აუცილებლად როგორც კი template-ს ავირჩევთ, შევინახოთ არა template-ების ფანჯარაში, არამედ შევინახოთ კვლავ ისევ location-ში, ანუ დოკუმენტებში და გავაკეთოთ ბრძანება address-ის შენახვა, ოღონდ ჩვეულებრივ template-ად შევინახოთ, ანუ თანამედროვე template-ად, ოღონდ მივაქციოთ ყურადღება, ვინახავთ დოკუმენტებში. address-ი დავარქვათ plus დავუშვათ plus temp-ი, save-ი და დავხურეთ. ნახავთ რომ აი მივიღეთ address-ი temp-ი. ხა რას ნიშნავს ეს ფაილი? გავხსენით. ფაილში ჩავწერეთ ჩვენი მონაცემები, მაგალითად გიორგი, გვარი, დათუკიშვილი, შემდეგ ბრენდი სელიო, ასაკი 33 და სქესი მამრობითი. და მინდა რომ ფაილი დავასეივო. ვაწვევი saves და ის არ სეივდება პირდაპირ. მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ ის შექმნილი იყო კონკრეტულად address-ის საქაღალდეში. ვადლებთ ბრძანებას browse-ი, ვუთითებ რომ შეინახოს desktop-ზე, როგორც ჩვეულებრივი PowerPoint presentation-ი, ახალი მაგალითად jobs ვარქმევ, save-ი და უკვე დავხურე და ვნახავ რომ მაქვს ახალი პრეზენტაცია. ანუ ეს გახლავთ template-ი. ძირითადად template-ი გამოიყენება ანუ შაბლონი. დიზაინის დროს კომპანია ქმნის თავის დიზაინს და აძლევს ყველა დეპარტამენტს რომ მქონდეს ერთი კონკრეტული შაბლონი ყველა პრეზენტაციას. ასევე შეიძლება იყოს გაკეთებული შაბლონი თუ ყოველთვის რეპორტს აკეთებთ ყოველთვიურს და არის ერთნაირი და თქვენ ავსებთ ერთი და იგივე მონაცემს, მაგრამ ახალ მონაცემს და მაგრამ თემატიკა ერთი და იგივეა. და შაბლონი არის ის, რომელიც თქვენ დაგეხმარებათ იმაში, რომ სხვამ არ გააფუჭოს თქვენი დიზაინი, შექმნას თავის მონაცემები და შეინახოს უბრალოდ ჩვეულებრივ როგორც ახალი ფაილი. მადლობა ყურადღებისთვის.